რამდენიმე წელია ვიტყოდი, რაც ნერვებს უშლით განსაკუთრებით, ანუ დამოუკიდებელი მედია და არ ვიცი, 3-4 წელი მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით ანუ დაღმასვლა არის მედიის უფლებების მხრივ და გამოხატვის თავისუფლების, პრესის თავისუფლების მხრივ. ამ კანონზე მინდა ვთქვათ, ან ესეთი აზრი მაქვს მე, რომ ორი რაღაცა არის რა, ერთი არის, რომ თავისთვის ანუ იმზადებენ საკანონმდებლო გარემოს ისეთ, სადაც ყველანაირი ბერკეტი ექნებათ, რომ გააჩვმონ ის მედიები, რომლებიც არ მოსწონთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამ კანონების მიღება არის დაშინება, იმიტომ რომ ასე მგონია, რომ არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ მართლა ყველა მედიაში ესე ერთიანად შევიდნენ და ყველა დააკავონ და ყველა დააჯარიმონ, ანუ მაგხელა ინფრასტრუქტურა არ აქვს. ეს არის, რომ უცხოური აგენტების, ანუ ეს რუსული კანონი როცა ჰქონდა და მიიღეს და არ დარეგისტრირდა არავინ ვინც მათ უნდათ რომ იმ რეესტრში ენახათ, ახლა რახან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება შემოვიდეს ამ ახალი კანონმდებლობით და ჯერ არ ვიცით საბოლოო რა სახით მიიღებენ ხო? შეიძლება ფიქრობენ, რომ ახლა ციხეში წასვლა უფრო ისეთი ფაქტორია, შეიძლება მართლაც ვიღაცები ამ შიშის გამო დარეგისტრირდნენ ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ, რომ ისეთი კურსი აქვთ აღებული, რომ აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთის სურათს მივიღებთ, სადაც დამოუკიდებელი მედია ტრადიციული ფორმით ვერ იარსებობს და გადავა ალბათ ანდერგრაუნდში, იმიტომ რომ ყველა ის კანონი, რასაც ეხა იღებენ, რაც უკვე მიღებულია, საკმარისია იმისთვის, რომ ანუ ლეგალურად მედიამ დამოუკიდებლად იფუნქციონიროს, როცა დასრულდება ამ ყველაფრის მიღება. თუმცა ეს პროცესი დაიწყო ალბათ 2021 წლის დასაწყისიდან, 5 ივლისამდეც, მანამდეც, ანუ ჰეით რაღაც, ანუ სიძულვის კამპანიით და მერკო გადაიზარდა ფიზიკურ თავდასხმებში, გადაიზარდა ტარგეტირებული რაღაცა თავდასხმებით ინდივიდუალურ ჟურნალისტებზე თუ მედია გამოცემებზე, ასევე საკანონმდებლო, რა ქვია, სივრცის შექმნა და დღეს მზიამაღლებელი ციხეში რო არის, ეს უკვე ერთი უდიდესი გამოწვევა არის, რაც გვაქვს და რაც ასევე მესიჯი არის, რომ ჟურნალისტობა აღარ გვიცავს ციხისგან, რაც მგონია, რომ ბევრისთვის მართლა, ანუ აი რა ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო ეგონა, რომ მზია გარეთ იქნებოდა თუნდაც იმ რა ქვია მაგას ბრალდებების ანუ მოკეთ როგორ თქვა გირაუთი მაინც გამოუშვებდნენ ანუ ჩემთვისაც რაღაცა იმედი მეც მქონდა რომ რაღაცნაირად დაიცავდა ის რომ ამხელა ორი ნეტგაზეთი ბათუმელები ძალიან გავლენიანი გამოცემების თანადამფუძნებელია თუმცა ეს რეალობა უკვე რეალობაა ჩვენთვის ანუ რაც გვეგონა რომ აქამდე არ მივიდოდით ესე მალე